მადლობისა მოგესალმებით ყველას. ჩვენ გამოვედით დღეს უკვე მესამე დღე არაც რომ ვიყავ. და სიმართლე გითხრათ, თან მაყოფილი ვარ. ძალიან მოწონს აქაურობა. მაგრამ არის ერთი მაგრამ. არ ვიცი რატო. ზოგადად ყოველთვის მაგას ვამბობდი, რომ თუ ოდესმე ევროპაში ვიცხოვრებდი, ეს იქნებოდა იტალია. მაგრამ რო ჩამოვედი, არ მქონდა ის რაღაცა განცდარობა, ხო იცი? ჰოპ და სხვა ქვეყანაში აღმოჩნდი. ეგ არ მქონია და საბერძნეთში რო ვიყავ, ეგ მქონდა. და ხო და ის მომენტი მაქვს, რომ თურმე იტალიას საბერძნეთი მირჩევნია. სხვათა შორის ხალხითაც კი, ანუ აქ კიდევ გუშინ სასწავლი რაღაცაები გადაგვხდა. მაგრამ რა ვიცი, მგონია რომ ხალხი იქ უფრო თბილია ვიდრე აქ. ასე მგონია. გადავიღო, კარგად ჩანს მარი? კი, ძალიანაც ჩანს. ვარცო? აქამდე რატო არ ვიცოდი, რომ ესე გადაღება შემეძლო უკანა კამერით. ჩვენ ისე მოვედით. იაცრე პოპოლო. და როგორ ვიცი უკვე. მოგროვულია დღეს. ინტერესant. არ ვარ კორსეტით წარმოდგენილი. ძალიან დიდი პრობლემია. დღეიდან სულ წვიმს, ცუდი ამინდები გვაქვს, მაგრამ მაგის ეთება არ გვაქვს, რომ ეს მოწდები გალოთ, იყოს წვიმი. დღეს შედარებით თბილად გვაქვს, გუშინ ვერ გვეწყო თბილად ისე, მაგიტო ძალიან გავიწუწეთ, ვლოგით დიდად ვერ გადავიღე, იმიტომ რომ ყველანი ნერვიულები სხვათა შორის მარის არაციეს და არაკმარეს ის რაც დაემართა იქ და ჩამოვიდა ხოწინე და რა ან თორე ჩამოვედი ეგრევე ვიდეთ მარათები 7 დღიანი 30 евро გადავიხადეთ და მარცო ჩამოვიდა ანუ ისე ჩამოვიდა რომ ბაგზიდან ჩვენ ფეხით გადმოვედით კოლეჯამდე და არ გიყიდია რა იმ მომენტში. ბოლო იმით გადაიხიდა ბარათით. და ავტობუსში ვავედით. ძალიან წინდა რა და მაგიდან მოვედით ავტობუსში. ძალიან გადატენილი იყო ავტობუსი და მაგრამ გადახდა და დააჯარიმეს. 55 евро გადაახდენეს. ხო და მაგაზეც განერვიულებული ვიყავით და როგორ მოგწონს ხო ძალიან ლამაზია. ხო და ესეთი ამბები რა. ცაც ჩავიცვი გამოვიბრანჭა. ეს ხამაკლია ეხლა. რა იცის? გუშინ მაია 5 ევროიანი კოლგაც იყიდა. 3 ვიყავით შეყუშულები. აბაჭი მაგოინდა ათათმაძე ხო არ დაგოინდა რაც თავარია ხო აქ რა არის შევიდეთ სანტა მარია დე მირაკოლი მე დარას კითხულობ ვიცოდე თუ სწორად გამოვდგომ რამეს არა რა ვქნა არ ვიცი და სირცხული კი არ არის აბა გინდოთ ეს სწავლა აუ სხვათა შორის მინსკში ცხოვრობის დროს ვიყიდა წიგნი. ძალიან თუ გახსოვთ არხეთ შევძველი გამოწერებული წიგნი. ძალიან მინდა და მესწავლა იტალიური. ხო და ის წიგნიც იქ დარჩა. და მე იტალიურიც არ ვიცი. აქ შედარებით სხვანაირი სანთლებია. ნახეთ როგორი ლამაზია.
მე კიდევ არჩევის პროცესში ვარ ალექსანდრუშკასთვის. გუშინ არ მიყიდია და ვფიქრობ რომელი ავიღო. ერთი ცალი უნდა ავიღო, რა თქმა უნდა. ისეთი ფასები აქვს, ანუ 7, 8, 9 евро ღირს. ვფიქრობ ან ამას რაღაცნაირად მომწონს. აუ სხვათა შორის აი საბავშვობით რაღაცა ისეთია, მაგრამ ეს რუხუკა ეხა ალექსანდრუშკას რა შეჭირდება. ესეც საყვარელია პრინციპში. ესენის რაღაცა საყვარლებია, მაგრამ აი გოგოშკური მინდა რომ ნახავს და გაუხარდეს. აი ესეც მომეწონა. ეს პეპლები და მინიონებიც. და კიდევ აი ესენი. ყველა მომწონს. თქვენ იცოდით რომ კიკოში აი აქ შეგიძლიათ ამოწმოთ თქვენი სახელი. წინა მხარე ღირსო 2 евро და ორივე მხარე ღირსო 3 евро. მე ვფიქრობ, ანუ თვითონ გლოსი ღირს 14 евро. ალექსანდრა გიჟდება ამ გლოსზე, ჩემი მე რომელიც მქონდა და მგონი მქონდა რომელიცაცა აი ამ სამი ფერიდან. რა თქმა უნდა, ყველა წაისა ალექსანდრუშკამ და ვფიქრობდი, რომ მეთქი ერთ და კაკ საჩუქარს ვიღუდა, თქვენ ძალიან გაუხარდებთ. ნუ გოგოა და ეხლა მოსწონს, რატომაც არა, ხო? შეიძლება ადრეა ეს ყველაფერი, მაგრამ აქედან რომ სწავლოს ბავშვი თავის მოულას და გლოსები ეხლა არაფერი ისეთი არ არის. მე არ მყავს ტონალურს, რომ თელ ამბებს ისმე ხოლმე ტუშებს, მაგრამ გლოსი ისეთი რაღაცა არის, რომ მე ვაძლევ ალექსანდრას მაგის უფლებას და ვფიქრობდი, რომ ერთ და კარგ საჩუქარს ვუყიდით, ხო, მაგრამ არ ვიცი, ჯერჯერობით ვიქცევ. ტირილ-ტირილით ჩამოვიარე ძვირად ღირებული მაღაზიები, პენი ჯიმი ჩუები, მაქს მარები და ჯორჯო არმანები და ვიცი, რაც გაგიხარდებათ, მაგრამ ძალიან ძვირია აქ ყველაფერი, ძალიან ძვირია. საბერძნეთთან შედარებით არ ვიცი. გასამაგებული ფასები არის ყველგან. ანუ შოპინგს არ უგულისხმობ კლებას, ტრანსპორტს და ასე შემდეგ. ბუატ. მაგრამ არ მწუწუნებს რომში ვარ. შეიძლება ამინდი გამოდის. ეხლა ისე ესპანეთის მოედანზე გავდივართ. ვაპირებთ რომ დღეს გვიანობამდე ვიაროთ, ვისეირნოთ და დავათვალიეროთ აქაურობა. აჰა. აქ ჩინელების ქორწილია იტალიაში. ხმერთო ყოველთვის აი ამის მეშინია, რომ გამოვდივა. აი ესე სანტრები არ გამიხდეს არაფერი, მაგრამ როგორც ხედავთ, ძალიან მზე გამოვიდა. მივდივართ აქედან თუ ავდივართ ზევით? წავიდეთ. ეხლა სად მივდივართ? მე ჩავიხედო. უნდა ჩავიხედო, სად მივდივართ. აი მე აქ ძალიან ბევრი ხალხია და სხვათა შორის. მე ხო იცით, რომ ჩემი ოცნება ამერიკა. არ ვიცი, გონია რაღაცა ძალიან ჩემია. და აქაური ქაოსი არ მომწონს და იქ ნეტა როგორ ვიქნები. როგორ დამკარგი არა მოდია. ხამარი. ამერიკაში ცხოვრება რომ მინდა. ამერიკაში ცხოვრება რომ მინდა. აქაური ქაოსი არ მომწონს აშკარად. დისკომფორტს მიქმნის და დადის სამი დანებებული ხალი. შენ განსაკუთრებით. სუსტად ამათი ხასიათით არის ამინდი. ოკეი, გოგო, ეგეც იტალია, ნახე ქალო.
ვიდეოებში რო არის ისეთი იტალიელი ვნახე. ხო და მოკლედ იმას ვიძახდი რომ მართლა ამათი ხასიათითა მინდი რაღაცნაირი არეული ხან ბობოქარი ხან კარგი Brava! She's singer! ჩვენი ტრევიზე მოვედით. და დღეს რიგებია წინაზე რო იყავი, არ იყო რიგი. დღეს ჩემი კაბა მაქვს გადასაღები და ამიტომ ისე მოვედი, ისევ გადავეხადე 2 ევრო და რა თქმა უნდა მარისთან ერთად. მე უკვე ახალი კაბით ვარ წარმოდგენილი, იმიტომ რომ ტრევიზე უნდა გადავიღოთ ახალი ფოტოები. გოგოები ფოტოებს იღებენ, მე აქ ვზივარ ფანტანთან, აი ესე ჩამოვჯექი. ცოტა ხანი რომ დავისვენო, ჩემი შეკერილი კაბა მაცია. ძალიან მოგწონს. კარგი ფერია შევიკერე ეს კაბა. ღმერთო როგორი ხმაურიანები არიან. მეგრელებზე საერთოდ არავინ არაფერი არ გაბედოთ და თქვათ, ჩვენ ვართ ყველაზე მშვიდი ხალხი თურმე. ესენი არიან ყველაზე ხმაურიანები მგონი. ყველგან ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობენ ტრანსპორტში ხო საერთოდ ერთი მეორეში ისე ხმამაღლა ლაპარაკობენ ტელეფონზე ისე აი არ იცი და ზოგადად ცოტა ისე არიან, იმიტომ რომ რასაც ვაკვირდები, მაგრამ შეიძლება ეს არა იტალიელებზე არ ვიტყვი მაგას, ძირითადად ტრანსპორტში არ ვიცი რატომ, მაგრამ ხდებიან შინელები და საერთოდ რა აქვს ის კულტურა, რომ აი უფროსი ხალია ედგა დღეს დილას რა რომ მოვიოდი და ის ძალიან მოხუცი ხალი იყო და ადგილი განთავისუფლდა და კი არ დაუთმო იმ მოხუც ხალს, არა თვითონ დახვდა ისე გაუბრასტყა მის ხოლმე რომ ამგარი ყო და დაესვა, მაგრამ რა ვიცი მინდიშია, ისედაც პრობლემები არ გვაკლია აქ და მაგრამ ცოტა არ იყოს თავი შევიკავ. გოგოები რიქში დგანან, აქეთ რაღაცა წყალი მოდის და ხო როგორ ისე გამოვიდა. ნახეთ რამდენი ხალხია. ესენი სულ უშტვენენ და უშტვენენ, რომ ხალხი ჭდება და ჭდება და დაჭდომა არ შეიძლებაო. და რატო არ აუ წინა დღეს აქ ამთვალი კაცი გადახდა და გაცურა და 500 ევროთი დააჯარიმეს. წაიკითხეთ ეგ. მიყვილის. ვაიმე ვინ თქვა რომ იწვიმებს, საკალო დავიწვი. რა კარგია. კიდევ კარგი ხარ ისე გუნიწყდებოდა რომ აქ ვართ ეს დანარჩენი დღეები სულ წვიმს ხო და კიდევ კარგი არ წვიმს და შეგვიძლია აი ესე შევირგოთ ჩვენი დასვენების დღეები. იმიტომ რომ ჩავალთ თბილისში, რა შეკვეთების ავიღე, ეხლა ყველაფრის დამზადება მომწონს. ნახეთ როგორი ლამაზი პასტებია, მინდა ყველა ვიყიდო და სახლში წავიღო. მაგრამ რა თქმა უნდა, ნანუ და ამას ვერ იზავს. ვერ გააკეთე. აუ ნახეთ, აუ არა და როგორ მინდა ყველაფერი წავიღო. ალექსანდრა გაგიჟდებოდა და ფერადებს რო დაინახავ და მაგალითად აი ესეთი ფერის ლაფშა. გეუბნებით. სასწაულია ყველაფერი. ძალიან მომწონს ყველაფერი. ეს როგორ უნდა წავიღო მართლა. ვაიმე, ეს ნახეთ რა მაგარია. არ ვიცი რაღაცა გემრიელობა მომიტანეს გასინჯო და ეხა გავსინჯო. არის ძალიან გემრიელია. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ნაყინი, მაგრამ აქ გრეხი არ ჭამო. შენ როგორი ლამაზია. მარი ბედნიერია, რაც ყველაზე მთავარია, მარი გიჟდება ნაყინზე. ნაყინი და მანის პაპა. წავედი. არა გეილისი ხო ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ამდენი გემოები თუ გქონდა, ნამდვილად არ მეგონა.
ცოტის მარწყვის. მინდა ალექსანდრა ცოტა განსხვავებული გემრიელობები ჩავუტანო, ესეთი ჩვენთან თბილისში არ არის, ამიტომ ამ ორში ვარჩი ერთი ეს ავუღო. სხვათა შორის არც თუ ისეია, ვიღებს ღირს 5 ევრო. და კიდევ რამე ავურჩიოთ. მე ჩემი ბაბოლი, ჩემი ბავშვობის კები ბაბოლი. აქეთაც არის რაღაცები. აუ, ყველაფერი იმდენად ლამაზად გამოიყურება. მაგალითად აი ეს ძალიან გაუხარდებოდა ახლა ალექსანდრას. აი ეს. მაგრამ სამწუხაროდ ვერა. თუნდაც აი ესეთი ორცხობილები ჩვენთან არ იყიდება. მაგრამ სამწუხაროდ ვერა, როგორ წავიღო, ვერ წავიღებ და აი რაღაცნაირად ჩავატე. აუ კიდევ უნდოდა ალექსანდრას და ჩვენთან თბილისში არ იყიდება. ბუენოს კამფეტები რო არის, ხო ეს შოკოლადის მრგვალი, ოღონდ ესენი არა, იმ კამფეტებია და ეგენი უნდოდა და ჩვენთან აღარ იყიდებოდა. როგორი საინტერესო რაღაცები იყიდება. პანთეონში მოვედით, მაგრამ იმ ხელა რიგია გამორიცხულია, მე აქ ვერ შევალ. შესვლა ღირს როგორც ვიცი 5 ევრო. გამორიცხულია ამ ტყავის კურტკით და აი ამ ჩანთებით მე აქ ვერ დავდგები, მაგრამ ისე ძალიან ლამაზია. ნახოთ, ჯერ კიდევ 3-4 დღე აქ ვართ და იმედია რიგს შეხედეთ, რიგს გახედეთ, გამორიცხულია. ისე მაინც შევხედოთ. იწვის რომ ისეთი ამინდია. მე ვიცი, მარი რა უნდა ვქნათ. აპეროლები უნდა დავლიოთ. დავაი. მე ეგ რა არის? მათ კი არა, გოგო, რიგი აქეთაც ყოფილა. შეხედეთ. აი მე გამაშობი აპეროლი დავლიოთ. წამოდი მართლა დავლიოთ რამე ისეთი. ღმერთო, ნანუ და კვარაცხელია. როდის უნდა მორჩე ჭინჭებისია. თავარია შოკოლადები ხოლმე. აი არ გადუნეს. შოკოლადები ვუყიდი ალექსანდრას, საჩავიდე. ჩაიხედე. აი აქ ჩაიხედე. გულით დამარტყავს. აქ არის. ყველა. აიმე. შოკოლადები ვუყიდი ალექსანდრას. კიდევ რაღაცეები ვუყიდი ალექსანდრუშკას. პანთეონის ხედზე აქ ხوار დავლიოთ. მარი ვგენესვალე, მოდი სადმე დავჭდეთ და აქ დავლიოთ. აი ხედი არ დამაჭდა. მოდი ყველა ერთნი არიან ესენი. იქ კაი მზე აჭერდა, ისე კაი იქნებოდა. ხო. კიდე კი ბატონო. აქ დავჭდეთ. ესეთი ხედი გვექნება. და დავლიოთ აპეროლჩიკები. ჩვენიერია ცხოვრება, სამურია ცხოვრება. ჩვენი აპეროლჩიკების დროა. აი ესეთ ულამაზეს ხედზე. ნახეთ როგორი ლამაზია. იქ გვინდოდა, მაგრამ მზე აჭერს ძალიან და მაგიტო ყველა აქეთ არის შემოშული. ისე მარ თუ გახსოვს იტალიის ბილეთები. გაზია ნაყიდი. აპეროლის ფონზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიმარჯოს. ახოდა ეგრე. ეხლა გაჩვენებთ ალექსანდრუშკასთვის რეები ვიყიდე ესეთი რაღაცეები. წინასაც გაჩვენეთ ვლოგში. კიდევ ვიყიდე ესეთი შოკოლადები. ცოტა. ასევე ვიყიდე. გაჩვენებთ ეხლავე. აი ესეთი ბლოკნოტი. სადაც ფისო ახადია და გიჟდება ესეთ რაღაცეებზე. ასევე ალექსანდრუშკას ვიყიდეთ წებო. თბილისში ხო ვერ ვიყიდით და აი ესეთი პომადა საშლელი, რა თქმა უნდა. კიდევ სახლისთვის ვიყიდე. სახლისთვის ვიყიდე მაგნიტები, ძალიან მომეწონა. პიცის ნაჭერი, პლიანი პიცა.
და აი ეს მომეწონა ძალიან და დაახველე მარიტა დაახველე. კიდევ ალექსანდრას დაბარებული ფრჩხილები, რა თქმა უნდა, ფრჩხილები ვუყიდე და ძალიან გაუხარდება. კიდევ ვუყიდე რაღაცა, აი ესეთი. კიდევ ვუყიდე ალექსანდრას ბომბაჩკები. ჩემთვის ვიყიდე სამუშაო რვეული მაქვს და მჭირდება რაღაცა ესეთი ქაღალდები და ესეთი ჩასაწერად ვიყიდე ესეთი რაღაცა არის, არ ვიცი როგორ ქვია მოკლედ. კიდევ ჩემთვის ასევე ვიყიდე კბილის პასტა, რომელიც თბილისში ჩვენთან ღირს 170 ლარი. ამას ვიყენებდი მინსკში, ვყიდულობდი ხოლმე ზალდა იაბლაკა გქონდა ესეთი და მან ვყიდულობდი ხოლმე და ძალიან კარგია და ეხლა აქ ორ კარხურში იყო ფასდაკლეპა და ვიყიდე 6 ევროთ და კიდევ ვიყიდე ესეთი რაღაცა ჩვენი სამზარეულოსთვის, ნახეთ როგორი საყვარელია. დედა ჩემს გაუხერდება. სულ ეს არის ჩემი შენაძენი. ამ ჯერზე არაფერი ბევრი, იმიტომ რომ აი ეს ჯანტა მაქვს მხოლოდ ის ბალიში. სამგზავრო ბალიშიც არ წამომიღია, გახსოვთ წინაზე რო ვიყავი წასული, იქ მელაგა ტანსაცმელები და ჩანთაში მელაგა მსგავსი რაღაცაები, საჩუქრები, მაგრამ ამჯერად მხოლოდ მაქვს ეს ჩანთა და აეროპორტში მთხოვის რომ ეს ჩანთა, რომელიც ჩემი ესეთი ხელით ჩანთაა, ვთქვათ, ეს ჩამადებინეს აი აქ, არ შეიძლებაო. ასე რომ აი ესე გვიწევს ცოტა რაღაცაების ყიდვა. და ვლოგსაც აქედან ვამთავრებ, მეგობრებო, გკოცეთ ყველას ძალიან ბევრს და შევხვდებით შემდეგ ვლოგში. პაკა-პაკა.